Თქვენახევრით დაშორებული კობახიძის ორი გამოსვლა და როგორ იცვლება მისი მიდგომა პრაგმატულობისადმი და რაციონალურობისადმი, როცა საქმე ერთ შემთხვევაში ბავშვებს, მეორე შემთხვევაში კი ენერგოკომპანიებს ეხება. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი თუ 60 მილიონი. ეს არის ხალხის ფული. მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები. Აი ასეთი ამორალურად პრაგმატულია კობახიძე, როდესაც საქმე ბავშვებისთვის შესაძენ წამლებს ეხება. ახლა კი ვნახოთ მისი მიდგომა, როცა საქმე 20-ჯერ მეტ თანხას და ენერგოკომპანიებს ეხება. 157 კომპანიას პირობით ეპატია მილიარდი ლარის ჯარიმები. ჩვენ მივიღეთ 2 თვის წინ გადაწყვეტილება ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და სავარაუების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცესი უკვე დასრულდა. ადვილი დასანახია რა არის კობახიძისთვის და ოცნების მთავრობისთვის პრიორიტეტი, ვინ არის მათთვის ზედმეტი ტვირთი და ვის სასარგებლოდ იღებენ ისინი ყოველთვის გადაწყვეტილებას.